გადაცემის წარმოდგენია ალიანს ჯგუფი. JETEX-ი ISO სერტიფიცირებული სახანძრო უსაფრთხოების სისტემები და უნივერსალური საინჟინრო მომსახურება. გადაცემის თანაავტორია პროსპექტი. უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია 2018 წლიდან. დღემშვიდობისა BMG TV-ის პირდაპირ ეთერში BMG-სა და გაყიდვების კომპანია პროსპექტის ერთობლივ გადაცემას უძრავი ქონების პროსპექტს ვიწყებთ. სტუდიაში მომდევნო 45 წუთის განმავლობაში გუგა კობახიძესთან ერთად მე თათია ჩაფიჩაძე ვიმუშავებ და ტრადიციულად გადაცემის წარმოდგენია ალიანს ჯგუფი. მოგესალმებით, 1 ივლისის გადაცემის ანონსს გადავხედოთ. Homer Alpha დეველოპერული კომპანია Homer-ის პირველი მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც დიღომში ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება. ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი $62 მილიონი. რა გეგმები აქვს ახალ კომპანიას ქართულ დეველოპერულ ბაზარზე და როგორ აფასებენ სექტორში არსებულ მაჩვენებლებს, თემაზე სასაუბროდ რამდენიმე წუთში ნიკოლოზ მეძმარიაშვილი, Homer-ის გენერალური დირექტორი და სალომე ლაზიშვილი, Homer-ის კომერციული დირექტორი შემოგვიერთდებიან. მშენებლობა და დეველოპმენტი რუსთავის ბაზარზე. ვინ და რა ტიპის პროექტებს აშენებს ქალაქში და რა ღირს ახალი სახლის შეძენა. ქალაქის პოტენციალზე გადაცემის მეორე ბლოკში ადგილობრივი კომპანია LP ჯგუფის დამფუძნებელთან ფიქრი ავალიანთან და გაყიდვების კომპანია პროსპექტის პარტნიორთან ლევან ელიზბარაშვილთან ერთად ვისაუბრებთ. იქამდე კი ტრადიციულად კვირის მთავარ სიახლეებს გადავხედოთ. თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი ავტოგრაფ მოლი აშენდება. კუშმან ბაიკფილდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის განვითარება უკვე დადასტურებულია და სამშენებლო პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტი თბილისში დიდ დიღომში ფარნავაზ მეფის გამზირზე მდებარეობს, სადაც ამჟამად ჰიპერმარკეტი გუდვილი და სხვა სავაჭრო ობიექტები ოპერირებენ. სავაჭრო ცენტრი 3 სართულიანი იქნება და მოიცავს 53,100 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთ, სამშენებლო მოცულობა კი დაახლოებით 60,000 კვადრატული მეტრია. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოგრაფ მოლი ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებს, ქსელურ მაღაზიებს, კაფე რესტორნებსა და ბავშვთა გასართობ ზონას გაერთიანებს. პროექტს დეველოპერული კომპანიები ბლოქსი, ავტოგრაფი და აპკო დეველოპმენტი, არქიტექტორი, ჰაუსარტ დიზაინი ახორციელებენ. უფრო დეტალურად ავტოგრაფ მოლის 50%-იან ძილს ფლობს კომპანია აპკო დეველოპმენტი, რომელსაც თავისუფლად ფლობს კომპანია ფინვესტ საქართველო, 25%-იან ძილს ფლობს კომპანია ბლოქსი დიდი დიღომი, რომელიც ბლოქსის საკუთრებაა და დარჩენილი 25%-იანი წილის მფლობელია კომპანია შპს სამშენებლო ინვესტიციები დიღომში, რომელსაც კომპანია ავტოგრაფი გუდვილი ფლობს. რაც შეეხება თავად გუდვილს, კომპანიას 2024 წლის ფინანსური შედეგები ჯერჯერობით გასაჯეროებული არ აქვს და 2023 წლის მონაცემებს თუ მოვიშველიებთ, სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელის შემოსავალმა $185.5 მილიონი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში კომპანიის მოგება $4.3 მილიონი იყო. მთავრობა ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციას გეგმავს, ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ბაზრის კვლევიდან ირკვევა. პროექტის აღწერის თანახმად უნდა მოხდეს შენობის შიდა და გარე სივრცეების გათბობა, კონდენსირება, ვენტილაციის სისტემის განახლება, ასევე დარბაზის და შიდა სივრცის რეაბილიტაცია. ამასთანავე პროექტის აღწერაში ნათქვამია, რომ საკონცერტო დარბაზი არ არის მორგებული თანამედროვე კონცეფციას და მისი აკუსტიკა შემუშავებული იყო ორკესტრული მუსიკისთვის. იმ პერიოდში, როდესაც ხმამაღალ მოლაპარაკე გახმოვანების სისტემები არ არსებობდა. რეაბილიტაციის შემდეგ კი აკუსტიკამ უნდა დააკმაყოფილოს ცოცხალი საგუნდო, საკონცერტო და ელექტრონული მუსიკის კარგად ჟღერადობისთვის საჭირო პირობები. პრეტენდენტებმა მუნიციპალური განვითარების ფონდის წინადადება 2025 წლის 4 ივლისამდე უნდა წარუდგინონ. შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი წლების განმავლობაში კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, თუმცა 2024 წლის აგვისტოში მთავრობის განკარგულებით სამინისტროს მართვის უფლება ჩამოერთვა და მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცა. მანამდე კულტურის სამინისტროს ჩამოერთვა ბლექსი არენას მართვის უფლებას და მთავრობას გადაეცა ესეც. შედეგად მოხდა ბლექსი არენას და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის ორგანიზაციული შერწყმა, რომელსაც ამ დროისთვის შპს სტარინგ ჯორჯია ახორციელებს. ამ უკანასკნელის 100%-იანი წილის მფლობელი კი სახელმწიფო გახლავთ.
ფოთი და ქობულეთი შესაძლოა ბათუმს საზღვაო გზით დაუკავშირდნენ. ამის შესახებ ბათუმის განვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე CT ინსტიტუტის ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე აცხადებს, ზღვისპირა ქალაქის განვითარების კონცეფცია, მათ შორის საზღვაო სატრანსპორტო მიმართულებების განვითარებას განიხილავს. ქალაქის გენერალური გეგმის ავტორები მიიჩნევენ, რომ ბათუმმა უნდა შეიძინოს სხვა საქალაქო ფუნქციებიც, რომელიც ეკონომიკური სფეროს დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს. CT ინსტიტუტში ერთ-ერთ ლოგიკურ და პერსპექტიულ მიმართულებად ეგრეთ წოდებული ლურჯი ეკონომიკის და მასთან დაკავშირებული ლოგისტიკური საქმიანობის განვითარებას მიიჩნევენ. ლურჯი ეკონომიკა პირველ რიგში ქალაქის საზღვაო საპორტო ფუნქციის შენარჩუნება განვითარებას გულისხმობს და ბათუმისთვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებად მოიაზრება. ინფორმაციისთვის ბათუმის გენერალური გეგმის კონცეფცია 1 წელზე მეტია მზად არის, თუმცა ის ამ დრომდე არ დამტკიცებულა დოკუმენტი CT ინსტიტუტმა 2023 წლის ბოლოს მოამზადა და ის ქალაქის განვითარების გონივრულ სცენარებს მოიაზრებს. პროექტის კოორდინატორის შეფასებით, კონცეფციის მიღების შემდეგ უშუალოდ საბოლოო პროექტის შემუშავება დაიწყება, რომელიც იმ წესებსა და პირობებს დაადგენს, რაც ქალაქში განაშენიანების პროცესში უნდა იყოს გათვალისწინებული. ამ დროისთვის მომზადებული კონცეფციით ის 4 ძირითადი მიმართულებისგან შედგება, ისეთებისგან როგორიცაა თანაბრად განვითარებული მულტიფუნქციური, მწვანე და მედეგი და უსაფრთხო ქალაქი. ბათუმის გენერალურ გეგმაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო და პირვანდელი ვადით ის მზად წელიწადნახევარში უნდა ყოფილიყო. 2025 წლის გაზაფხულზე დოკუმენტზე მომუშავე კომპანია CT ინსტიტუტში იმედს გამოთქვამენ, რომ ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმა 2025 წლის ბოლომდე იქნება. მეტროსადგური ვარკეთილი 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის ხტომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, მეტროსადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად მგზავრთა გადაადგილების ტექნოლოგიურად შეუძლებელია. მერის თქმით, პროექტი შპს პრობილდ ექსპერტმა მოამზადა უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით. სადგურის ჭერზე ასბესტ ცემენტის ფილების დემონტაჟის შემდეგ საჭირო გახდა რკინა-ბეტონის თაღის მდგრადობის დამატებითი კვლევები. კვლევები ჩატარდა ლევან სამხარауლის ექსპერტიზის ბიუროს რეკომენდაციით. აღნიშნული სადგურის მთლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ნოემბერ-დეკემბერშია დაგეგმილი. ცნობისთვის ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350,000 ლარი დაჯდა. ყვარელშენის მიერ შესრულებული სამუშაოების დასრულებიდან რამდენიმე თვეში რეაბილიტირებულ ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერი ჩამოინგრა. 2022 წელს თბილისის მერია მორიგი ხელშეკრულება კომპანია მამისონთან გააფორმა, თუმცა კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მალევე გაწყდა. ამის შემდეგ 2023 წელს 13.4 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება შპს ბადა კონსტრაქშენთან გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, ადგილზე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო, ბოლო ხელშეკრულების ვადა ჯერ კიდევ 2024 წლის 22 სექტემბერს ამოიწურა. წიწამური საგურამო ცხარჭამიას გზის გადასახვევამდე თბილისის ენერგი ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 23-24 კილომეტრის მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება იგეგმება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გზაზე მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებზე ზემოქმედების შემცირების მიზნით სამუშაოები ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკლებად დატვირთულ საათებში შესრულდება. დეპარტამენტის ცნობით 2 კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოები 4 ივლისს დაიწყება და მის ფარგლებში მოეწყობა შემანელებელი და ამოჩქარებელი ზოლები და შესაბამისი საგზაო ნიშნები. ცნობისთვის სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით პერიოდულად შეიზღუდება ერთი სამოძრაო ზოლი. რესპუბლიკის მოედანზე მდებარე ფოსტის ისტორიულ შენობაში სასტუმრო ტელეგრაფი გაიხსნა. ამის შესახებ BMG TV-ს გადაცემაში ბიზნესის კვირეული Silk Road ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა ნონა ონიანმა და TBC-ის სტრატეგიული კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერი ჩაჩალიძე ვისაუბრეს. პროექტი TBC ბანკთან პარტნიორობით განხორციელდა. ტელეგრაფი Silk Road ჯგუფის მორიგი მასშტაბური პროექტია, რომელიც ქალაქში ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნას ემსახურება. სასტუმრო უკვე ოფიციალურად გახდა The Leading Hotels of the World-ის წევრი, რომელიც 5 ვარსკვლავიანი სერვისით და განსაკუთრებული იდენტობის მქონე სასტუმროებს აერთიანებს. ნონა ონიანის განცხადებით, ტელეგრაფმა ამ უმაღლეს სტანდარტებს წარმატებით უპასუხა და მალე ასევე გახდება პირველი სასტუმრო რეგიონში, რომელსაც ASHS-ს მწვანე შენობების სერტიფიკატი LEED მიენიჭება.
ბათუმის სავიზიტო ბარათი, რომელიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან სტუმრებს სულ მალე მიიღებს სიმბოლურად მეზღვაურთა საერთაშორისო დღისთვის განათდა. ამ გზით ბრენდმა მეზღვაურთა საქმისადმი ერთგულებასა და ღირსეული სამსახურისთვის მადლიერება გამოხატა. ალიანს პრივილეჯი აჭარისთვის მნიშვნელოვანი დანიშნულების ადგილია, რომელიც ერთ სივრცეში თავს უყრის როგორც საერთაშორისო სტანდარტების სტუმარ მასპინძლობას, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს Marriott International-ის სახით, ისე მაღალი კლასის ინფრასტრუქტურას და საინვესტიციო აპარტამენტებს. გარდა ამისა, მხოლოდ მეზღვაურებისთვის ალიანს ჯგუფმა მიმდინარე პროექტში სპეციალური შეთავაზება წარადგინა, რომელიც კომპანიის ლენდმარკ კომპლექსებში მოქნილი პირობებით საინვესტიციო და ველნეს უძრავი ქონების შეძენის ეფექტურ შესაძლებლობას ქმნის. ოთხთვიანი კლების შემდეგ მაისში თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3427 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის მაისთან შედარებით 7.2%-იან ზრდას აჩვენებს. კოლიერს ჯორჯიას მონაცემებით ზრდის განმაპირობებელი ძირითადად პირველადი ბაზარია, სადაც ქალაქის მასშტაბით საშუალო შეწონილი ფასით 15%-იან ზრდას აფიქსირებს. რა ტენდენციებია ბაზარზე და როგორ უყურებს სექტორის სტატისტიკის მიღმა არსებულ რეალობას, დეტალებს სიუჟეტიდან გიყვებით. 2025 წლის ხუთვეში თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების რიცხვი ახალ პროექტებში 3%-იან, ძველ პროექტებში კი 21%-იან კლებას აჩვენებს. კოლიერს ჯორჯიას განახლებული მონაცემების თანახმად, ოთხთვიანი კლების შემდეგ ბაზარი მაისში პირველად გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3427 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის მაისთან შედარებით 7%-იან ზრდას ნიშნავს. 261 მილიონ ამერიკულ დოლარამდე 21%-ით გაიზარდა ბაზრის ზომაც. რაც შეეხება ფასებს, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მაისთან შედარებით გარეუბანში 13.5%-ით გაიზარდა. ფართო ცენტრში ზრდა 8.4%, ხოლო ქალაქის ცენტრში 6% იყო. მოთხოვნის შესუსტების მიუხედავად ფასები გაიზარდა ძველ ბინებზეც. ქალაქის ცენტრში ზრდა 9.5%, ფართო ცენტრში 1.4%, ხოლო გარეუბანში 3.8% იყო. ტრანზაქციების რაოდენობა თბილისში პირველი 4 თვის განმავლობაში იყო შემცირებადი, თუმცა მაისში 7% გაიზარდა ტრანზაქციების რაოდენობა. ჯამში გვაქვს 3%-იანი კლება 5 თვის განმავლობაში. განსაკუთრებით კლება დაფიქსირდა ძველ პროექტებში, სადაც 5 თვის განმავლობაში 21%-იანი შემცირება გვაქვს ტრანზაქციების რაოდენობის. რაც შეეხება ფასებს, ახალი პროექტების მეორეულ ბაზარზე ფასების ზრდის ტემპი არის შემცირებული. და თუ შარშან იგივე პირველ თვეში ფასები გაიზარდა 18%-მდე, ახლა ზრდა დაახლოებით 5%-იანი. იბერკომპანიაში აცხადებენ, რომ წლის დასაწყისში არსებული გეგმის შემცირების ხარჯზე დღეს გაყიდვების სამიზნე ნიშნულზეა. თუმცა ლევან დიასამიძე BMG-სთან განმარტავს, რომ ამ შედეგზე გასვლისთვის მათ შიდა პროდუქტების შექმნა, რისკების საკუთარ თავზე გადატანა და მარკეტინგული ბიუჯეტის ზრდა მოუწიათ. რაც შეეხება ფასების მხრივ არსებულ ვითარებას, კომპანიაში ამბობენ, რომ მომხმარებელი ფასის მხრივ განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოირჩევა, რასაც სექტორის სხვადასხვა ტიპის შეთავაზებით პასუხობს. ერთის მხრივ საფინანსო ორგანიზაციები ამ შემთხვევაში ბანკებს გულისხმობთ, აკრედიტების კუთხით შედარებით შენელებულები არიან, ესე ვთქვათ, რიგ შემთხვევებში კორპორატიული დაკრედიტების კუთხით გაჩერებულებიც კი არიან და ამ ფონზე გაყიდვების შესანარჩუნებელი აქვს დეველოპმენტს. შესაბამისად, დავიწყეთ შიდა პროდუქტების, შიდა განვადებების, გარკვეული რისკების აღება ჩვენ თავზე. რამაც ის შედეგი მოგვიტანა, რომ გაყიდვები შევინარჩუნეთ გარკვეულწილად. ასევე ერთი მინუს გამოყოფ კიდე დანახარჯების ნაწილში სოციმედია, მარკეტინგი ამ კუთხით გარკვეულწილად გაგვეზარდა. ამ ეტაპზე შევაფასებთ, რომ ნორმალურად მივდივართ, ბაზარი ნორმალურად ვითარდება, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ დეველოპერები უფრო, ესე ვთქვათ, გააქტიურდნენ, უფრო მეტ რესურსს ხარჯავენ იმის შესაქმნელად, რაც ადრე შეიძლება სხვაგვარად გაგვევითარებინა და მივსულიყავით იმ ციფრებამდე. მცირედი აქციაც კი ფასდაკლების ეგრევე აისახება, თუ ადრე მისთვის სხვა საკითხები, ლოკაცია, ადგილმდებარეობას გულისხმობ ლოკაციას, არ ვიცი, პროექტის შინაარსი, გამწვანება, ეკოსისტემა იყო მნიშვნელოვანი, დღეს უფრო ფასზე ორიენტირებული გახდა მომხმარებელი. ერთი ამას ვგრძნობთ და ფაქტია, რომ აი ყოველი აქცია, რომელსაც ვახორციელებთ, ეგრევე აისახება ხოლმე გაყიდვებში. რემაქში არსებული მომართვიანი
შენობის სტატისტიკაზე დაყრდნობით მასტერ ფრენჩაიზის რეგიონალური წარმომადგენლობის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ბოლო თვეებში ბაზარი ზრდას აჩვენებს. 5 თვეში უნიკალური ვიზიტორების რიცხვით 15,000-ია, საიდანაც 4,000 ადგილობრივ მომხმარებელზე მოდის, 11,000 კი უცხოელებზე ნაწილდება. მოლოდინებზე საუბრისას მაკა სურგულაძე ამბობს, რომ შესაძლოა საქართველოში არსებულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა სამომავლოდ ისრაელ-ირანს შორის არსებული საომარი მოქმედებების გამო მიგრანტების ახალმა ნაკადმა დაასტიმულიროს. სურათი გააქტიურებისკენ ნამდვილად არის ბაზრის ფასების ნაწილში გაყიდვების მას ბაზარს გულისხმობ და არა მას ქირის ნაწილს გაყიდვების ბაზარზე ეგრეთ წოდებული ესეთი ზომიერი ზრდა მიდის მაინც ფასების რაც თქვათ არაერთხელ გვითქვამს რომ ძირითადად არის განპირობებული ამ პირველადი ბაზრის ანუ მშენებლობის თვითღირებულების დასთან და ახალ რეგულაციებთან შესაძლებელი არის ეხა ირანში მაგალითად კრიზისი განვითარდეს თვითონ ქვეყნის შიგნით ხო იმიტომ რომ ამაზე უკვე ლაპარაკობენ რომ იქ რაღაცა ენერგეტიკული კრიზისი არის სამსახურები არ აქვს ხალხს უმუშევრობის ტენდენციები ჩდება და არ არის გამორიცხული რომ თქვათ მივიღოთ ლტოლვილების ანუ მიგრანტების ახალი ესა რა ქვია ტალღა რაც თქვა თავისთავად გამოიწვევს ფასების დასწრებას. თბილისთან შედარებით ვითარებას რთულად აფასებენ სამთო საკურორტო ქალაქებში მომუშავე კომპანიები. MK გრუპის დამფუძნებელი ამბობს, რომ გაყიდვები რეგიონებში სულ უფრო მეტად ჭირს. ესეთი ტიპის ობიექტები და ეს ტიპის უძრავი ქონება არ წარმოადგენს ისეთი აუცილებელი საყოფაცხოვრებო საჭიროების ქონებას, როგორც ეს შეიძლება იყოს ქალაქში ეკონომ კლასის საცხოვრებლად განკუთვნილი ფართები, რომლებიც დღემდე მეტნაკლებად თავის ამ მიმართულებით გაყიდვების რაღაც მაჩვენებელს ინარჩუნებს ქალაქზე, მაქვს საუბარი და აი რაც შეეხება საკურორტო რეგიონებს, ამ მიმართულებით ისეთი წინსვლა არ გვაქვს და პირიქით უფრო რაღაც მომენტში შეიმჩნევა ის რომ გაცილებით რთული ხდება დღითი დღე იმ პოტენციური კლიენტების მოძებნა, რომელიც შეიძლება დააინტერესო საქართველოში ასეთი სახის უძრავი ქონების შეძენით. კოლიერს ჯორჯიას მონაცემებით მიმდინარე წლის მაისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მაისთან შედარებით თითქმის 9%-ით გაიზარდა და 1354 ერთეული შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ თბილისისგან განსხვავებით წლის 5 თვეში ზღვისპირეთში 1%-იანი ზრდა ფიქსირდება. ფასები კი გასულ წელთან შედარებით 2-ჯერ მეტად 8%-ით არის მომატებული. კომპანია Honeywell Cement-მა რიგით მერვე საერთაშორისო ხარისხის კონფერენცია გამართა ღონისძიება კვირას სასტუმრო Redison წინანდალში გაიმართა. მაშინ მონაწილეობას სამშენებლო ინდუსტრიის წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, დეველოპერები, ინჟინრები და დარგის სპეციალისტები იღებდნენ. კონფერენციაზე Honeywell Cement-ის გენერალურმა დირექტორმა ტრადიციულად გასული წლის შედეგები შეაჯამა და ყურადღება ხარისხის სტანდარტების განვითარებაზე, ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და სექტორში კომპანიის წვლილზე გაამახვილა. უფრო ვრცლად Honeywell Cement-ის მერვე საერთაშორისო ხარისხის კონფერენციაზე სიუჟეტიდან კი ყვებით. წინანდალში სასტუმრო Redison-ის საკონფერენციო დარბაზში სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლები მორიგ საერთაშორისო კონფერენციაზე შეიკრიბნენ. ხარისხის რიგით მერვე საერთაშორისო კონფერენციას კომპანია Honeywell Cement-მა უმასპინძლა. მისი მიზანი კი სამშენებლო სექტორში მიმდინარე გლობალური და ადგილობრივი პროცესების, სტანდარტებისა და გამოწვევების განხილვა გახლდათ. კონფერენციის ფარგლებში მსჯელობა ძირითადად ტექნიკურ და ინოვაციურ თემებზე წარიმართა, მათ შორის ბეტონის ელასტიურობის საკითხზე, დეფორმაციის მოდულის მნიშვნელობაზე, ასევე ასფალტისა და ბეტონის გზების ეფექტიანობის შედარებაზე. ეს არის Honeywell Cement-ის ყოველწლიური ძალიან კარგი ტრადიცია, სადაც თელ სექტორს უყრით თავს. სამშენებლო სფეროს ყველა დიდ წარმომადგენელს, უძრავი ქონების დეველოპერს, სამშენებლო კომპანიებს, არქიტექტორებს და ვეცნობით თანამედროვე ტენდენციებს სამშენებლო დარგში. ყავს საერთაშორისო სპიკერები, ძალიან საინტერესო გამორჩეული არქიტექტურული კომპანიები. უსმენთ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელს, გვაქვს მსჯელობა, გვაქვს ბაზრის ანალიტიკა, უძრავი ქონების და ძალიან საინტერესო ფორმატი იყო წელსაც. ძალიან გვიხარია, რომ წელს ამდენი დამსწრე იყო 390 სტუმარზე მეტ უმასპინძლეთ და გვიხარია, რომ Honeywell Cement-მა შეითავსა სექტორის მიმართ ერთგვარი პატრონაჟის როლი და მუდმივად ვცდილობთ, რომ ჩვენი კლიენტებისთვის სიახლეები წარმოვაჩინოთ და გავაცნოთ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გერმანული, ბრიტანული და ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის არუპის, გენსლერ არქიტექტისა და ვიდიზი ტექნოლოჯის წამყვანი ექსპერტები, რომლებმაც დამსწრეებს საკუთარ გამოცდილებასთან ერთად არქიტექტურული ტენდენციების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის წინსვლის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია. ბოლო წლების განმავლობაში დარგი დინამიურად ვითარდება. იზრდება როგორც საცხოვრებელი და კომერციული მშენებლობები, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები. ამ ფონზე კი ხარისხსა და დარგში მიმდინარე ტენდენციებზე მსჯელობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია აღნიშნული ღონისძიება, რადგან ის ეთმობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ეძღვნება სამშენებლო სექტორში და აღნიშნული ხელს უწყობს ზოგადად სამშენებლო სექტორის განვითარებას. ამ კუთხით საქართველოს მთავრობაც არა ერთგზის მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს, როგორც ხარისხის ინფრასტრუქტურის ამაღლების კუთხით, ასევე საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების დანერგვის მიმართულებით სამშენებლო სექტორში, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და ასევე მაღალი სტანდარტის სამშენებლო პროდუქტების ხელმისაწვდომობას საქართველოს ბაზარზე. ხარისხის საერთაშორისო კონფერენციამ გალტენ ტაგარტის სექტორული კვლევით შეჯამდა, რომლის ფარგლებში სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს საფინანსო და საინვესტიციო კუთხით სფეროს მდგომარეობა და პერსპექტივები გააცნეს. შევაჯამეთ საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის დინამიკა ბოლო წლებში და მოგვეხსენება, რომ სწრაფად მზარდი სექტორი იყო ბოლო წლების განმავლობაში, საიდანაც 2024 წელს 90%-ზე მეტი მთლიანი ბაზრის ზომისა მოდიოდა თბილისისა და ბათუმის საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე. შესაბამისად, ჩვენი კვლევაც კონცენტრირებული იყო სწორედ ამ ორ ქალაქზე, რომელთა შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი ხასიათობრივი განსხვავებები არის. თუ თბილისში ძირითადად საცხოვრებლად ყიდულობს მოსახლეობა ბინებს, ბათუმში უფრო საინვესტიციო და უფრო უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არის დამოკიდებული საცხოვრებელი უძრავი ქონება. შესაბამისად, შევხედეთ გრძელვადიანი მოთხოვნის ფაქტორებს, რომლებიც ჯანსაღად გამოიყურება, ასევე შევხედეთ საინვესტიციო სტიმულებს, როგორიც არის ქირის ამონაკები და ფასების ზრდა და ვნახეთ, რომ აქაც საკმაოდ მიმზიდველობას ინარჩუნებს ეს ორი ქალაქი. ჰანიվել ცემენტის მიერ ინიცირებული ხარისხის საერთაშორისო კონფერენცია უკვე ტრადიციად იქცა. ღონისძიების მიზანია სამშენებლო ინდუსტრიის ადგილობრივი მოთამაშეები და გლობალური ლიდერები ერთმანეთს კიდევ უფრო დააახლოვოს, რათა მათ გაიზიარონ გამოცდილება და სექტორის ერთობლივად განვითარებას შეუწყონ ხელი. ბინის შეძენა მნიშვნელოვანი ფინანსური და იურიდიული გადაწყვეტილებაა, ამიტომ იურისტები ამ ტიპის ინვესტიციის განხორციელებამდე სიფრთხილის გამოჩენისაკენ მოგვიწოდებენ. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პროფესიონალურ რჩევებს, ჩვენი პარტნიორი იურისტი ბექა თეზელაშვილი მოგვიყვება. ბინის შეძენა მნიშვნელოვანი ფინანსური და იურიდიული გადაწყვეტილებაა, ამიტომ აუცილებელია მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე. მოგახსენებთ ბინის ყიდვის ძირითად ნაბიჯებს იმ საკითხებს, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. გამოიყენეთ სანდო პლატფორმები ან სააგენტოები. აუცილებელია შემოწმდეს არის თუ არა ბინა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, რომლის გადამოწმება შესაძლებელია რეესტრის ვებსაიტზე. გადასამოწმებელია მესაკუთრის სტატუსი, ნამდვილად ეკუთვნის თუ არა გამყიდველს, არის თუ არა დაუტვირთვაო იპოთეკით, ყადაღით ან სხვა შეზღუდვით. ყიდველმა უნდა მოითხოვოს უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. თუ მშენებარე სტატუსის მქონეა მშენებლობის ნებართვის და შეთანხმებული პროექტის ბრძანება. თუ მესამე ან მინდობილი პირი ყიდის, მისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ მინდობილობა. თუ იურიდიული პირია ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ვინაიდან დადგინდეს ხელმომწერი პირის უფლების უნარიანობა. მინდობილობით გაყიდვის შემთხვევაში აუცილებელია მინდობილობა გადამოწმდეს ნოტარიუსთა პალატაში, რადგან დადგინდეს მისი ვალიდურობა. ხელშეკრულების გაფორმების დროს აუცილებელია დეტალურად იყოს გაწერილი ყველა ის უფლება მოვალეობანი, რაც მხარეების მიერ ზეპირ სიტყვიერად იქნება თქმული. თუ ნოტარიუსთან არ მოხდება ხელმოწერა, აუცილებელია რეგისტრაცია მოხდეს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ქონების დოკუმენტაციის გადამოწმება საჯარო რეესტრში საქართველოში საკმაოდ მარტივია და შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურად, ადგილზე სტუმრობით იუსტიციის სახლში საჯარო რეესტრის სივრცეში.
2025 წლის დასაწყისში ქართულ დეველოპერულ ბაზარზე ახალი კომპანია Homeri გამოჩნდა. კომპანიის ორიენტირი მასშტაბური პროექტების განხორციელება, შესაბამისად პირველი წარდგენილი პროექტი სწორედ ასეთია. კომპანია $62 მილიონ საცხოვრებელ კომპლექსს ახორციელებს, რომელიც დიღომში ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. Homeri ალფაზე და არა მხოლოდ კომპანიის სამომავლო პროექტებზე. სტუდიაში სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. ნიკოლოზ მეძმარიაშვილი კომპანიის გენერალური დირექტორი და სალომე ლაზიშვილი ამავე კომპანიის კომერციული დირექტორი იმყოფებიან ჩვენთან ერთად. დღე მშვიდობისა. მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. და მოდი პირველ რიგში დავიწყოთ, რადგან პროსპექტში არ ვქონია ამ პროექტის და კომპანიის პრეზენტაცია, კომპანიის შესახებ ინფორმაცია რომ მოგვეწოდოთ, რა ტიპის კომპანიაა და რა სტრატეგიით შემოვიდა ქართულ ბაზარზე. დიდი მადლობა, მოგესალმებით. მადლობას გიხდით მოწვევისთვის. Homeri შეიქმნა 2024 წელს დავიწყეთ Homeris შექმნა. ჩემთვისაც როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის და ყოველთვის სხვა დროსაც იყო გუნდი და ის ხალხი, ვინც ქმნის ამ კომპანიას და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გუნდი არის ძალიან დიდი კვალიფიკაციის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე უძრავი ქონების სექტორში მოღვაწე 10 და 15 წელი მოღვაწე ხალხისგან შედგება. და ჩვენ დავიწყეთ ამ პროექტის Homer Alpha-ს განვითარება. უკვე 2024 წელს შევიძინეთ მიწა და ამის შემდეგ უკვე ეტაპობრივად დავიწყეთ პროექტირება, გუნდის აკრეფა და 2025 წლის დასაწყისში, უკვე 2024 წლის ბოლოს უკვე გამოვედით ბაზარზე როგორც დეველოპერული კომპანია და ჩვენი ესე ვთქვათ სლოგანი არის სახელი, სადაც ყველაფერი მუშაობს. რამდენი მიმდინარე პროექტი გაქვთ დღესდღეობით, სალომე, თუ სწორად მაქვს ინფორმაცია, პირველია ეს და ჯერჯერობით ამას ვიცნობ საზოგადოება და გეგმები ამ ნაწილში როგორი აქვს კომპანიას? მეც მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და გეტყვით, რომ ამ ეტაპისთვის გვაქვს მიმდინარე პროექტი Homer Alpha, რომელიც მდებარეობს დიღომში, ამერიკის საელჩოსა და ოლიმპიური აუზის მიმდებარედ ბობ-უოლშის ქუჩაზე. თვითონ პროექტი არის 24500 კვადრატულ მეტრზე და მოიცავს 4 საცხოვრებელ კორპუსს. ჯამში არის 572 ბინა. რაც მნიშვნელოვანია, პროექტს აქვს გარდა საცხოვრებელი ფართებისა გათვალისწინებული 0 სართულებზე კომერციული ფართები, ასევე გვაქვს ღია და დახურული ავტოსადგომები. მათ შორის მინუს სართულზე გვაქვს გათვალისწინებული სათავსოები, რაც იშვიათობა არის ხოლმე დღევანდელ ბაზარზე. და გარდა ამისა, გვაქვს ძალიან დიდი რეკრეაციული ზონა, 7300 კვადრატულ მეტრზე არის სიმწვანე, ასე ვთქვათ, ეზო, სადაც ასევე არის გათვალისწინებული სპორტული მოედანი, სავარჯიშო ზონა, საბავშვო სივრცე და ცალკე გვაქვს გამოყოფილი ტერიტორია ჩვენი შინაური ცხოველებისთვის. მათ შორის მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი პროექტიდან დაახლოებით 3 წუთის მანძილზე არის რაგბის მოედანი, ყინულის მოედანი, კალათბურთის მოედანი და ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურა. სალომე, ვინ არის ის პოტენციური მყიდველი, ვისთვისაც ქმნით ესეც საინტერესო პროექტს? ზოგადად გვაჩვენებს ახლა უკვე გამოცდილება, იმიტომ რომ ჩვენ გაყიდვები დავიწყეთ და დაახლოებით 20% უკვე გაყიდული გვაქვს. დაინტერესებული არის როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ასევე თბილისში მაცხოვრებლები, ასევე ძალიან მაღალია ინტერესი რეგიონებიდანაც, ქუთაისი, აჭარა, ასევე სამეგრელო არ ჩამოვთვლი ყველა კუთხეს და გამომდინარე იქიდან რომ თვითონ პროექტს აქვს ძალიან ბევრი ბენეფიტი და კომფორტულ გარემოს ვქმნით პროექტში, მათ შორის ინტერესდებიან უცხოელებიც. საინვესტიციოდ ძალიან კარგი. შინაარსი არის უფრო საცხოვრებელი თუ უფრო საინვესტიციო არის მთავარი ამოსავალი. იცით, ჩვენ როგორც დავგეგმეთ, ეს არის უფრო საცხოვრებელი. და უბნური ტიპის განაშენია. უბნური ტიპის, კი, საკმაოდ დიდია, როგორც უკვე გითხარით, 24500 კვადრატულ მეტრზეა თვითონ ეს პროექტი განთავსებული, მაგრამ საინვესტიციოდაც ძალიან ბევრი ადამიანი იძენს ჩვენთან უძრავ ქონებას. კი, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ბევრი არ არის ესეთი ტიპის პროექტი თბილისში და გრძელვადიანი გაქირავების ნაწილშიც ალბათ ძალიან საინტერესო იქნება მომხმარებლებისთვის. რაიმე თქვენთან გადმოვთ შეიძლება ბატონო ნიკოლოზ კითხვით, რაიმე ესეთი განსაკუთრებული ექსკლუზიური ინოვაციური რა არის კიდევ ამ პროექტში, გარდა იმისა, რომ საინტერესო ამბები გითხრა სალომე. დიახ, როგორც სალომემ რაც მოყვა
პრინციპში იმას გავაგრძელებ და ის ყველა ეს თუ ბენეფიტი რაც აქვს ჩვენს პროექტს ამას დავუმატებდი რამდენიმე კომპონენტს რაც მართლა ექსკლუზიურს ქმნის ჩვენს პროექტს ეს ისევ და ისევ ჩვენი გამოცდილი გუნდის საშუალებით ანუ გვეძლევა იმის საშუალება რომ წინასწარ დავგეგმოთ ისეთი დეტალები და ისეთი ნიუანსები რაც სხვა დროს თქვათ შეიძლება სხვა დამწყებ დეველოპერს არ შეეძლოს რომ გათვალოს, აი მაგალითად როგორიც არის აივანზე განთავსებული გამოყოფილი ადგილი, სადაც თქვენ გათბობის ქვაბი და კონდიციონერის თქვათ ბლოკი უნდა დააყენოთ, რომელსაც მილები უკვე წინასწარ არის გაყვანილი, გაყვანილობას წინასწარ არის, მე აღარ გიწევთ თქვათ რომ რაღაცა დაამტვერიანოთ და გააჭუჭყიანოთ თქვენი ბინა, ასევე არის გვაქვს გენერატორი, რომელიც შუქის წასვლის შემთხვევაში ამუშავებს წყლის აუზებს, ამუშავებს ლიფტებს და საერთო სივრცეებს. ასევე თვითონ წყლის აუზი, რაც ახლა ვახსენე, ესეც არ არის ყველა პროექტში, სადაც იმ დაახლოებით, არ ვიცი, ალბათ რამდენიმე შეიძლება 2 დღეც გაძლოს თუ გააჩნია მოხმარებას რა, ანუ მინიმუმ 6 საათი ყველაფერი რომ დაიტვირთოს. წყალი არ შეუწყდება ჩვენ მობინადრებს და ეს ვფიქრობ რომ ისეთი დეტალებია რაც შეიძლება დღევანდელი გადმოსახედიდან ვიღაცამ ესე ვერ აღიქვას, მაგრამ უკვე როდესაც იცხოვრებს ადამიანი, მაშინ მიხვდება რა რამდენი დადებითი თქვა რაღაც როცა ცხოვრობთ და არ გვაქვს მსგავსი უპირატესობები, ხვდებით რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის წინასწარ გათვლა კომპანიების მხრიდან. ვფიქრობ რომ ეს ქმნის ზუსტად ამ პროექტს ექსკლუზიურობას ესძენს და ასევე თქვენს ახსენეთ რაღაც ტექნოლოგიები და ჩვენ პროექტს ექნება smart, ესე იგი აღიჭურება smart სისტემებით, რომელიც ასევე ვფიქრობ რომ ექსკლუზიური არის ამ ჩვენი პროექტისთვის და ამ უბნისთვის. ბატონო ნიკოლოზ, ვისთან ერთად ახორციელებთ პროექტს, ბიზნეს მოდელი როგორია და ინვესტორების კლასიფიკაცია თუ შეგვიძლია ასე ვთქვათ. ჩვენ პროექტს ჩვენი ინვესტორები არიან ემირატებში განთავსებული, დუბაიში განთავსებული კომპანია, რომელიც თვითონ დუბაიში აკეთებენ პროექტებს და დაინტერესათ საქართველოს, ჩვენ მე ვთქვათ ამ რაღაც საერთო გადაკვეთის წერტილი ჰქონდა ერთმანეთთან და ამის შემდეგ გადავწყვიტეთ რომ რაღაც ბევრი მსჯელობა ჰქონდა სანამ ვთქვათ ამ ბაზარზე შემოვიდოდნენ. ჩვენი ბიზნეს მოდელი არის შემდეგი, რომ ჩვენ ნებისმიერ პროექტს ვაფასებთ, ასე ვთქვათ, რა დაგვიჯდება. ნაწილი თანხა, ვთქვათ, მიწისთვის და რაღაც საწყისი კაპიტალი მოდის ინვესტორისგან და ამას ემატება, ვთქვათ, ადგილობრივი ბანკი, რომელთან თანამშრომლობთ, ამ შემთხვევაში ჩვენ TBC-სთან თანამშრომლობთ. შესაბამისად, ჩვენი პროექტი გამოდის, რომ არის დაფინანსებული, ამიტომ არ უნერველობთ, არ ვიცი, წინასწარ გაყიდვაზე, თუმცა ეხლა როგორც საუბრობთ, 20% უკვე გაყიდული გვაქვს, მაგრამ არ ვართ დამოკიდებული გაყიდვებზე და ჩვენი ინვესტორის თანხით და ასევე ჩვენი პარტნიორი ბანკის თანხით ვახორციელებთ. რაც როგორც არასდროს დღეს მე მგონი იმდენად მნიშვნელოვანია არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ხდება მათ შორის დაკრედიტების მიმართულებით და აქვე ბარემ მკითხავთ ვიდრე სალომესთან ფასებზე და დასრულების ვადებზე ვისაუბრებდეთ. თქვენ როგორ უყურებთ ბაზარზე არსებულ ვითარებას დღესდღეობით? ხომ არ ხედავთ რაიმე ფორმით რისკებს, გაზრდილ რისკებს, რადგანაც ხედავთ რომ მაინც ისეთი აქტიურობით აღარ გამოირჩევა სექტორი როგორც წინა პერიოდში იყო. დიახ, ანუ აქტიურობა ვფიქრობ რომ თქვენ სიუჟეტშიც იყო გარეთ უსმენდი რომ ანუ ის მაისშიც თქვა ზრდა არის დაფიქსირებული დაახლოებით 7 რაღაც. თუმცა 5-იან ჭრილში 3%-იანი კლება და 21%-იანი მეორად მინებს. ანუ გეტყვით, ანუ 2022-ში და 2023-ში ისეთი ზრდა იყო, რაც იყო გამოწვეული თქვათ ის ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობით და ომის თქვათ დაწყებით, რომ დღეს შეიძლება ჩანდეს რომ ცოტა შენელდა. და ალბათ ეხლა სტატისტიკაც აჩვენებს, მაგრამ ეხლა მაისში ჩვენც თქვათ ივნისიც უკვე დამთავრდა, შეგვიძლია ვთქვათ რომ ძალიან ანუ იმაზე ალბათ რა ვიცი, ბევრად ანუ ერთი 70% უფრო მეტი ბინა გავყიდეთ, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდა. და ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უყურებთ ბაზარს ისე, რომ რაღაც პრობლემა შეიძლება შეიქმნას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისეთ პროდუქტს თავაზობთ ბაზარს და ისეთ თქვათ, აი რაც მოგიხევით ხარისხი ჩვენი აზრი არის, რომ ხარისხიანი პროდუქტი შევთავაზოთ ბაზარს და ვფიქრობთ, რომ ესეთი პროდუქტისთვის ადგილი ყოველთვის არის ბაზარზე და ზოგადად შეიძლება რაღაც მოკლევადიანი, არ ვიცი, რაღაც შენელება იყო ახლა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც ტენდენცია ზრდადი იქნება და გრძელვადაში ვფიქრობ, რომ ამ ბაზარს არ აქვს არანაირი საფრთხე, რომ უფრო ვფიქრობდეთ სხვანაირად, მაშინ ამდენი ინვესტიციას არ გავაკეთებდით. ფასების დაშორება არ შემოხვიდოდით ალბათ ბაზარზე. როგორი სიტუაცია რა, ეს რაღაც გარკვეული რყევები არის და ფასები როგორ მიყვება ამ სურათს?
როგორც აღნიშნე გუგა, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია ჩვენ პროექტზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვქნით კომფორტულ გარემოს ჩვენი მაცხოვრებლებისთვის. ფასი არის ხარისხთან შესაბამისობაში, ასე ვიტყოდი. ერთიანი გადახდის შემთხვევაში $900-დან იწყება ჩვენთან 1 კვადრატული მეტრის ღირებულება, რაც იდეაში ვფიქრობ, რომ საკმაოდ ისეთი მისაღები ფასია. თუმცა გარდა ამისა, რაც შემიძლია ახლა აქ თქვენთან მთავანონსო, 15 ივლისიდან ვიწყებთ კიდევ ერთი კორპუსის წინასწარ გაყიდვებს და ჩვენ ამით ვაძლევთ ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობას, რომ უფრო დაბალფასად და უფრო მოქნილი გადახდის პირობებით შეიძინონ უძრავი ქონება და გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ყოველკვირეული შეთავაზება, ვინც თვალყურს გვადევნებს, იციან და ელოდებიან ხოლმე. მოპედს მოკარი თვალი. კი, მოპედს მოკარი თვალი. ამ კვირის შეთავაზებაში არის მოპედი. ყოველ ორშაბათს ვდებთ განსხვავებულ და განსაკუთრებულ შეთავაზებას. ეს შეიძლება იყოს საჩუქარი რაღაც ტიპის, ან შეიძლება იყოს თქვათ ყველაზე დაბალი ღირებულება, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს, რა თქმა უნდა, თვითონ ბიზნეს მოდელი, ან იყოს რაღაც გადახდის პირობა, ისეთი არასტანდარტული, რასაც თქვათ სხვა შემთხვევაში ვერ შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს. რა რესურსი არსებობს ფასის ზრდის? ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში ყიდულობს უძრავ ქონებას დასაწყისში იმისთვის, რომ იმიტომ რომ მერე თქვათ ფასები იზრდება. დღეს თუ არსებობს ესეთი რესურსი დარჩენილი და თქვენ ამ ნაწილში როგორი პროგნოზები და მოლოდინები გაქვთ? ვფიქრობ, რომ ამის რესურსი ჩვენს პროექტებში არსებობს და ჩვენ ყოველთვის პროექტს ისევ გეგმავთ, რომ ეტაპობრივად ვაძვირებთ ფასს და ადამიანი, ვინც თქვა დასაწყისში პრესეილზე იყიდეს ჩვენთან ბინას, გარანტირებულად შეიძლება 30-40%-ით მეტი თქვა ღირებულება შეხვდეს უკვე პროექტის დასრულების დროს. რაც შეეხება ზოგადად ტენდენციას, ვფიქრობ, რომ თუ შევხედავთ რეგიონს, თუ შევხედავთ თქვა იმ ქვეყნების გზას, რომელიც დღეს უკვე განვითარებული არის და ჩვენაირი გზა გაიარეს და მათ ფასებს ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი გრძელ ვადაში და საშუალო ვადაში ძალიან დიდი ადგილი არსებობს იმისი, რომ ფასი გაიზარდოს, იმიტომ რომ ჩვენი ბაზარი დღეს ძალიან ახლოს მუშაობს თვითღირებულებასთან მშენებლობის და როგორც იცით, მშენებლობის ხარჯები ძალიან გაზრდილი არის და ვფიქრობ, რომ რაღაც ციკლები, როდესაც დასრულდება ზოგი, თქვათ, პროექტის ციკლები, შემდეგი პროექტები უკვე უფრო მაღალი ფასით დაიწყება, იმიტომ რომ რადგან ცოტათ როგორ დარჩენილი, მაინც მინდა რომ ვიკითხო ბოლოსთვის გეგმები როგორია კომპანიის, მესმის რომ ძალიან მასშტაბური პროექტია და ალბათ რამდენიმე წელზეა გათვლილი, თუმცა ამის მიღმა რას გეგმავს კომპანია, თბილისია ორიენტირებული თუ საქართველოს სხვა ქალაქებშიც უნდა ველოდოთ თქვენს პროექტებს? ამ ეტაპზე მარტო თბილისზე ვართ კონცენტრირებული, ეს პროექტი უკვე როგორც გითხარით, ესე იგი ჩაუშვით და გზაზე არის დაყენებული, ამიტომ ჩვენ იმის გარდა ვთქვათ სალომე ზრუნავს იმაზე, რომ ეს პროექტი კარგად გაიყიდოს და კიდე სხვა გუნდი ჩვენი ზრუნავს, რომ კარგად აშენდეს. მე და კიდე ცალკე გუნდი არსებობს, ვინც მუშაობთ, რომ ახალი პროექტები გქონდეს. ანუ ეხლა ვერ დავასახელებ ზუსტად ლოკაციებს, მაგრამ ორი პროექტზე ძალიან ახლოს ვართ უკვე, რომ ვთქვათ მოლაპარაკება დასრულდეს. ვფიქრობთ, რომ სადღაც სექტემბრისთვის ამ ორიდან ერთ-ერთი უკვე გაეშვება და წლის ბოლომდე გვინდა რომ მეორე გაეშვას და შემდეგ გეგმა გვაქვს ისეთი, რომ ყოველ წელს ერთი ან ორი პროექტი დავიმატოთ. თვითონ პროექტის ზომასაც გეტყვით, რომ ძალიან პატარა პროექტებს არ უყურებთ, გვირჩევნია, რომ ერთი თქოთ უფრო თქოთ რაღაც ისეთ ტერიტორიაზე იყოს გაშლოზე და თქოთ უფრო ისე შევძლოთ დავგეგმოთ, როგორც ახლა ეს პროექტი გვაქვს, რომ არ არის ძალიან მაღალი და უფრო კარგი საცხოვრებელი იყოს და ასევე გვინდა რომ ახლა თუ არის ეს პროექტი ახლა თუ არის დიღომში, გვინდა რომ უბნებიც თქოთ მოვიცვათ, რომ როდესაც ჩვენთან მოვა მომხმარებელი არჩევანის საშუალება გქონდეს. და უბნებთან ერთად რა თქმა უნდა თქოთ პროდუქტის ტიპიც და ხარისხიც იცვლება, მაგრამ ჩვენი მიზანი არის და ყველაზე მთავარი რომ იმ უბანში, იმ პროდუქტში თქოთ და იმ სეგმენტში გქონდეს საუკეთესო ხარისხი და ჯერჯერობით მგონია რომ ამას ესე ვახცევთ. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. სარეკლამო ჭრაზე უნდა გავიდეთ და სულ რამოდენიმე წუთში დაგიბრუნდებით ეთერში. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში BMG TV-ზე 1 ივლისის უძრავი ქონების პროსპექტის გამოშვებას ვაგრძელებთ და ამჯერად რუსთავში მომუშავე დეველოპერული კომპანია LP ჯგუფი უნდა გაგაცნოთ, რომელიც ქალაქში საკმაოდ საინტერესო კონცეფციის პროექტებს ახორციელებს. რა ღირს ბინის შეძენა ახალ და ძველ რუსთავში და როგორია მშენებლობის ტემპები? ამ თემაზე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. ფიქრი ავალიანი, LP ჯგუფის დამფუძნებელი და ლევან ელიზბარაშვილი, გაყიდვების კომპანია პროსპექტის პარტნიორი გვესტუმრენ გადაცემაში. მოგესალმებით. მოგესალმებით. მოდით პირველ რიგში პროექტთან
დაკავშირებით გითხავთ, რა პროექტს ახორციელებთ, პირველია თუ არა ეს პროექტი და ზოგადად რო გაგვაცნოთ LP ჯგუფი. კი ბატონო, LP ჯგუფის რაღაც 2 წელია რაც ჩამოვაყალიბეთ, მაგრამ მისი ფესვები გაცილებით ადრე ჩაიყარა. ეს არის ოჯახური ინიციატივა, რომელიც აერთიანებს ორ თაობას. რაც ლოგოზეც არის გამოსახული, ეს არის ერთ-ერთი ჩემი ვაჟის შესრულებული ნახატი 5 წლის ასაკში, რომელიც ასე ვთქვათ, გავაცოცხლეთ წლების შემდეგ და LP ჯგუფის ლოგოდ ვაქციეთ. როდესაც პირველი ნაბიჯები გადავდგით სამშენებლო სფეროში, ჩვენ მქონდა გარკვეული ხედვა, შეგვექმნა გარემო, სადაც მყიდველი შეძლებდა ერთ სივრცეში მიიღო სხვადასხვა საჭიროებები. ეს არის სუპერმარკეტები, აფთიაქები, ბანკის ფილიალი. რამდენი პროექტი გაქვთ დღესდღეობით? ამ ეტაპზე გვაქვს ერთი პროექტი, თუმცა ეს არის მასშტაბური პროექტი, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქ რუსთავში. რომელიც შენდება ახალ რუსთავში, რომელიც შენდება ახალ რუსთავში, აქვს ერთ-ერთი საუკეთესო ლოკაცია ქალაქ რუსთავში. ეს არის ერთ-ერთი ცოცხალი უბანი ქალაქში და ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არის უბანი, სადაც იგრძნობა რუსთავის პულსი. ლევან, რა ეტაპზეა ახლა პროექტი და ვახსენეთ, რომ რამოდენიმე მისგან შედგება და ეს დეტალებიც ხო, ეს პროექტი რუსთავში მართლაც გამორჩეული არის, იმიტომ რომ თუ რუსთავის დეველოპერულ პროექტებს შეხედავთ, შეამჩნევთ, რომ უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა არის ძირითადად საცხოვრებელზე ორიენტირებული, მაგრამ ეს აქ წარმოდგენილი იქნება კომპლექსური ხასიათის პროექტია და წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, სადაც ადამიანები ცხოვრებას და გაუსვლელად დასვენებას შეძლებენ. სტადია, სადაც შეეხება ერთი ბლოკი თითქმის დასრულების ბოლო ეტაპზე იმყოფება და ოქტომბრისთვის იგეგმება, რომ მთლიანად დასრულდება. მეორე ბლოკის მშენებლობა, როგორც აღინიშნა, ჯერ დაწყებული არ არის, თუმცა დასრულებასთან ერთად გეგმავთ იმას, რომ დავიწყოთ სხვა პროექტებისგან განსხვავებით კიდევ დავიწყოთ არასაცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განვითარებაც, რომ მოსახლეობას გაუჩნდეს ის მოლოდინები და შესახები გახდეს ის პროდუქტი, რასაც რეალურად ჩვენ ვქმნით და თავაზობთ რუსთაველებს. გაყიდვები როგორია, საინტერესოა და მოთხოვნა როგორია? რუსთავში გაყიდვები არის ძალიან კარგი, ჩვენს პროექტშიც არის კარგი. ჩვენ ლოკაცია ვინაიდან გამორჩეული გვაქვს და ამავე დროს თამამში თუ არ ჩამომართმევთ, ხარისხის ნამდვილად ხელშესახებად გამორჩეული არის. საკმაოდ მაღალი მოთხოვნით და ინტერესით სარგებლობს. აი ხარისხზე როცა ვლაპარაკობთ, რა არის ეს ხარისხი, როცა ვამბობთ, რომ მაღალი ხარისხი არის? ხარისხში შენებლობის სფერო ძალიან რთული სფერო არის. ძალიან ბევრი დეტალი, ძალიან ბევრი კომპონენტი არის კონტროლებელი. ელემენტარული მოწოდებაც კი ბეტონისაც შეიძლება ერთმანეთისგან მიუხედავად იმისგან, რომ ერთდაიგივე კომპანიისგან იღებ, ერთდაიმავე კომპანიისგან იღებ, იყოს რადიკალურად განსხვავებული. ამის მონიტორინგები მიმდინარეობს. სამშენებლო მოსაპაკეთებელი მასალები გვაქვს უმაღლესი ხარისხის. სადარბაზოები, ის ბიზნეს სივრცე, საკომერციული სივრცე არის უმაღლესი ხარისხის შეფუთული ძალიან მაღალი ხარისხის საიზოლაციო მასალებში. ძალიან კარგი ეზო გვაქვს. თვითონ სივრცე გამოვიყენეთ მაქსიმალურად რეკრეაციული ზონა მოვაწყეთ კომერციული ზონის თავზე, რომ მაცხოვრებლებს არ ქონდათ იმის გაცდა, რომ მხოლოდ ესე ვთქვათ ბეტონი და ბლოკია, ხო, წარმოდგენილი. კარფანჯარა, ყველა დეტალი რა. ყველა დეტალი უნდა იყოს შესაძლებელი. ჩვენი პროექტი კიდე იმით გამოირჩევა, რომ ჩვენ მყიდველებს, დაინტერესებულ პირებს პირდაპირ ადგილზე ღიად წარვუდგენთ იმ მასალებს, რომელსაც ჩვენ მშენებლობაზე ვიყენებთ, ან ვაპირებთ, რომ გამოვიყენოთ, რომ დაინახონ, გამჭვირვალენი ვიყოთ ამაში, არაფერი არ იყოს დამალული და ღიად, ესე იგი, წარვუდგენთ ამ ყველა მასალას. ზოგადად რუსთავის ბაზარი რამდენად აქტიურია დღეს და რო შეადაროს თუ შეიძლება წინა პერიოდთან შედარებით მშენებლობის ნაწილში უფრო გამოცოცხლებულია თუ პირიქით უფრო დიახ, რუსთავი მზარდი ქალაქი არის, ბოლო წლები არის ძალიან განვითარდა ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდა გზები და ამ ყველაფერმა გამოიწვია მოსახლეობის რიცხვის ზრდა და დღეს საქართველოში რუსთავი არის მესამე ქალაქი მაცხოვრებლის კუთხით. შესაბამისად, ამან გამოიწვია ბინებზე ყიდვის ზრდა, დიახ, და შესაბამისად ბიზნესიც ამ კუთხით უფრო განვითარდა. ნამდვილად ვიტყვი, რომ არანაირად არ არის დაკლებული პირიქით, რაღაცა სტაბილურობა, ხო, მეთანხმები ლევან.
ვერ ვიტყვი იმას, რომ წინა წლებში ვთქვათ, უფრო მაღალი იყო მაჩვენებელი რაოდენობა მყიდველის ვიდრე დღეს. ხო, თბილისში ზრდა მე მგონი რუსთავი ყველაზე მეტად დაასტიმულირა შეიძლება ითქვას და ძალიან ბევრისთვის გახდა საინტერესო და მიმზიდველი ქალაქი, იმიტომ რომ რეალურად ძალიან ახლოს არის თბილისთან და ბევრად უფრო ბიუჯეტურადაც არის შესაძლებელი ბინის ყიდვა და ამიტომ მინდა რომ ფასებზეც გითხოთ, რა არის ღირებულება, რაც იგივე თქვენს პროექტში ღირს ბინა და ეს ტენდენცია როგორია? თქვით რომ 2 წელია რაც ბაზარზე ხართ და იზრდება, მცირდება, მოკლედ ამ ნაწილში როგორია? ჩვენი ფასები $850 იწყება და იმ ლოკაციაზე, იმ პროდუქტს, რომელსაც ჩვენ ვსთავაზობთ მომხმარებელს, ფასები საკმაოდ ესე ვთქვათ, ადეკვატური, საბაზრო და ხშირ შემთხვევაში იმაზე ორიენტირებულია, რომ თავარია ჩვენთან მყიდველები იყვნენ კმაყოფილები, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან მაღალი ხარისხის და საუკეთესო ლოკაციაზე არსებულ გამორჩეულ პროექტს თავაზობთ, რა, იმიტომ რომ რუსთავში ფასები საკმაოდ ზარდია, ძალიან ისეთი განსხვავებულია, ძველი რუსთავის ფასები რადიკალურად განსხვავდება ახალი რუსთავის ფასებისგან, ახალ რუსთავში რადიკალურია სხვაობა იმ ტრადიციულ უბნებსა და ახალ უბნებს შორის, რაც ქალბატონი ფიქრია ისაუბრა, ჩვენი უბანი ახალ რუსთავში არის რაღაც ესეთი ძალიან ლამაზი, ცოცხალი, აქტიური უბნის და ესეთი კოლორიტული უბნის ნაწილი არის რა და ინფრასტრუქტურა შესაბამისად ისეთი შექმნით, რომ არათუ რამენაირად მომხდარიყო ამ კოლორიტური უბნის ფუნქციის რამენაირად შემცირება ან რაღაცა პირიქით გააქტიურება, მეტი დატვირთვა, მეტი სიცოცხლე გვინდა რომ შევძინო. სიმარტივე რამდენად არსებობს? როგორი მეთოდებია? გადახდის მეთოდები ფაქტობრივად შემიძლია გითხრათ, რომ გადახდების მეთოდში გვაქვს სუპერმარკეტი გახსნილი, რასაც მომხმარებელი უსურვებს, მეტი თავისუფლება გვაქვს, რა თქმა უნდა, იმ ბლოკში, რომელიც ახლა უახლოეს მომავალში დაიწყება, მეტი ნაკლები თავისუფლება გვაქვს იმ ბლოკში, რომელიც უკვე ფაქტიურად თითქმის დასრულებული არის და პროდუქტი ხელშესახებია და მომხმარებელს შეუძლია უკვე ოქტომბერში გადავიდეს და დაიწყოს სარემონტო სამუშაოები. ამიტომ აბსოლუტურად ღია ვართ 0%-დან დაწყებული 10%-ით, 20%-ით შიდა განმადებად ბანკი ჩვენი პროექტი ბანკით არის დაფინანსებული, ამითაც გამორჩეულია და შესაბამისად საბანკო პროდუქტებითაც ძალიან ესეთი გათამამებულები ვართ. პროექტი სრულად. სრულად უნდა დასრულდეს დაახლოებით 2 წელიწადსა და 4 თვეში. და ფიქრია, როგორია გეგმები კომპანიის? ეს არის თქვენი პირველი პროექტი, როგორც ხვდებით, მოცულობითი და გეგმავთ თუ არა განვითარებას და იგივე რუსთავის ბაზარზე განიხილავს ხო პროექტების დაწყებასაც თუ სხვა ქალაქებსაც უბრალოდ. ამ ეტაპზე მთლიანი ენერგია მიმართულია არსებული პროექტისკენ, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის სამომავლო გეგმების შემუშავებაში. ყველა ინიციატივა ჩვენთვის მაინც რუსთავიდან იწყება, თუმცა ჩვენ არ ხედავთ ჩვენ თავს მხოლოდ რუსთავში, ასევე განვიხილავთ თბილისში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, თუმცა სადაც არ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა, ჩვენ არ დავკარგავთ ჩვენს ფასეულობებს და LPG ჯგუფი დარჩება გამჭვირვალე, საიმედო და სოციალურად პასუხისმგებელი ბრენდი და გუნდი მომხმარებლისთვის. წარმატებებს გისურვებთ. წარმატებები, მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები. მე ფიქრი ავალიანი LPG ჯგუფის დამფუძნებელი და ლევან ელიზბარაშვილი გაყიდვების კომპანია პროსპექტის პარტნიორი იყვნენ ჩვენთან ერთად. ამით 1 ივლისის პირველი კვირის გამოშვება დასრულებულია. შევხვდებით მომავალ სამშაბათს BMG TV-ზე, იქამდე კი წარმატებულ და ნაყოფიერ სამუშაო კვირას გისურვებთ. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის. გადაცემის წარმოდგენია ალიანს ჯგუფი. JETEX-ი, ISO სერტიფიცირებული სახანძრო უსაფრთხოების სისტემები და უნივერსალური საინჟინრო მომსახურება. გადაცემის თანაავტორია პროსპექტი. უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია 2018 წლიდან.